ადამმა ცოდით დაკარგა მადლი, სამება ღმერთის ენერგია. ღვთისაგან განდგომით, სიცოცხლისაგან განშორებით, დაღუპა თავისი თავი და მთელი თავისი შთაომავლობა. უფალმა შეაკავაო და გადადო სასიკვდილო განაჩენის აღსრულება, რომ ადამიანს მოენანიებინა, მადლი დაებრუნებინა და სასუფეველში დაბრუნებულიყო. ადამაო 930 წელი იცხოვრა და ჩვენს მის შთაომავლებს მოცემული გვაქვს დრო მოსანანიებლად. შეიძლება თქვენ გასწავლიდნენ, რომ ჩვენი ცხოვრების მიზანია კარგად ჭამოთ, სვათ, ავაშენოთ დიდი სახლები, გავაჩინოთ ბევრი ბავშვები, მოვაგროვოთ ბევრი ფული, მაგრამ ღვთისაგან თურმე ეს ცხოვრება გვეძლევა მხოლოდ ერთი მიზნით, რომ დავიბრუნოთ მადლი და მადლის დაბრუნებით დავიბრუნოთ სასუფეველი. უფალმა ჩვენი ცხოვრება შეადარა გზას და როგორც გზაზე არის ხოლმე შუქნიშნები, ზუსტად ასევე ჩვენ ყოველ დღე გვიხდება რაღაც არჩევანის გაკეთება. ან მწვანეზე გავივლით, ან წითელზე. მწვანეზე გავლა ეს არის, როდესაც ადამიანი ღვთისმცნების შესაბამისად მოქმედებს. წითელზე გავლა ეს არის, როცა ადამიანი ღვთისნებას არ ღვევს, ცოდვაში ვარდება. ადამიანს ნათლობაში ეძლევა მადლი და შემდეგ თუ წითელზე დადის ხოლმე, მადლს მუდმივად კარგავს, როგორც ჯარიმას რომ ჯარიმა მოსდევდეს. მადლისაგან იცლება, იფიტება და მერე უკვირს, რომ რატომ არის შავ დღეში, რატომ არის სულიერად განადგურებული. თუ ადამიანი ღვთისმცნების შესაბამისად მოქმედებს, აი მწვანეზე გავლაზე, რომ ფული გერიცხებოდეთ. რამდენი მწვანეზე გაივლით, 100 ლარი, კიდე 100 ლარი. საქმე რომ არაფერი გქონდეთ, მთელი დღე ივლით ქალაქში, რომ რაც შეიძლება მეტი დაგერიცხოთ. სულიერად ეს ასეა. ყოველი მცნების დაცვაზე თქვენ თუნდაც მცირედად, მაგრამ მადლს შეიძენთ. ყოველ ცოდვაზე მადლს დაკარგავთ. ადამიანმა თუ ბევრი მადლი დაკარგა, იმდენად უძლურდება, რომ ძალა აღარ აქვს, რომ ეშმაკის წინაღობა გადალახოს და ეკლესიაში შევიდეს. უამრავი ადამიანია, რომელიც ამბობს, რომ მინდა მოვიდე, ეკლესიამდე მოდის და მერე მიდის. კარებში ვეღარ შემოდის. ესე იგი ამ ადამიანმა მადლი დაკარგა და ეშმაკს უფლება აქვს უკვე ამ ადამიანზე. სახარების ცნებებით მოქმედება წლების და 10 წლეულების მანძილზე. თქვენ გაგამდიდრებთ ღმერთის მადლით, ეს მადლი შეგიყვანთ ცათა სასუფეველში. ღმერთმა გაგახაროთ.